უცნობი გწერს. მიკი მოკიბის გარეშე ცხოვრების აზრი რა არის? გითხარით სამივემო. ცხოვრების აზრი არის ის, რაც შენ პირადად შეძენ საკუთარ ცხოვრებას და დაარქმევ, რომ ეს არის ცხოვრების აზრი. იმიტომ რომ უნივერსალური ალბათ არ არსებობს. ვიღაცისთვის რაღაცა, ვიღაცისთვის სხვა რამეა. ძირითადად არის ახლობელი და საყვარელი ადამიანები. რაც გიყვარს ისიც კიდე რა. ანუ აი მაგალითად თუ ძალიან გიყვარს ფეხბურთის თამაში ახლობელ ადამიანებთან ერთად და საყვარელ ადამიანებთან ერთად, მეგობრებთან და მაკაცებთან ერთად, ეგ არის ცხოვრების ერთ-ერთი აზრია რა, ერთ-ერთი მუღამი, რაც არის ცხოვრების. რა, ეგ მე მგონი უნივერსალურია რა, ეხლა ადამიანები, რომლებიც გიყვარს, იმათთან დროის გატარება და მით უმეტეს იმის კეთება, რაც ასევე გიყვარს, ეგ არის მთავარი რა. მე ჭამა ყომარი ძილიო. ბიჭო, ჩვენი ფოტო არ დაუდასტურებია. ეგეც ბაზარი არა, ჭამა ყომარი ძილი. ხო შენ და მარიამის ფოტო ჩვენ ჯგუფში. უწევდა ახლა ფილოსოფიური საუბარი 12-ია. გასაგებია. ყველაფერი გასაგებია. ძალიან ლოგიკური. გვინდა დუდუკი ქალები, ეგეც ბაზარი არა. გვინდა დუდუკი ქალები. შენ ჯგუფში ასევე არა. რამე ჩემზე? 50 ვარიან დონეზე. აი ძალიან ისა ფილოსოფიური სიცოცხლის აზრი გამრავლებაშია. სხვა დანარჩენი არის გზა. ედავშენ როგორ გააправა ჟიმაობა. პოეტურად როგორ გამოიყვანა. გვერდზე ქვემოთ ეგრე შემდეგ კომენტარი ჩამოკრავ. მე კომენტარს ვკითხულობ შეჩემა რა. ამან ციტირება ერთმანეთის ქვემოთ წერია ზუსტად. კომენტარს მარტო ეგეთებს ვკითხულობ თუ დავაკეთე. არა, აი ძილი და ჭამაო. ეგეთ კომენტარებია მარტო შეჩემა რა უყურ. იყოს მადლობა. ქალები იყოს და ცხოვრებას აზრის მიეცემა და ყველაფერი. ჩემს ესეთ იმაზე დევს იქ რო. ქვემოთ მარტივ რაღაცაში უნდა ეძებო. საპატიო ადგილას. გამარჯობა ტატო. სამივე მგითხავს და რაბანასაც ეთქვა. რა, ცხოვრების აზრი რა, რომ ელაპარაკება ტაილი. ეს საწრუპებზე ბაზრობდა ამდენი ხანი. რაბან? არა, ჩემი ჩაჭრა უნდა ხვდებით ეხა ამას და ბაყო ბოდიში რა. ცხოვრების აზრი ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია რომ გავამჟღავნოთ ასე ვთქვათ რა. მე ვიტყვი ჩემთვის რა არის ცხოვრების აზრი და მე თქვენ შეაფასეთ. ჩემთვის ცხოვრების აზრი არის რომ ჩემს გარშემო და არა მარტო ჩემ გარშემო იმ ხალხს ვისაც ვიცნობ და ვისაც არ ვიცნობ მაქსიმალურად შევძლო რომ მათ კარგ განწყობაზე ზრუნავდე ყოველთვის როცა შემილია რაც შეიძლება მეტი ბედნიერება მივანიჭო ამ ხალხს რა რომ ამ ხალხმა კარგად იგრძნოს თავი რა და ისედაც ჩემი ესე როგორ გითხრათ რა ბავშვობიდანვე რომ მახსენდება ჩემი ფიქრები ყოველთვის ეგრე იყო რა ყოველთვის ზრუნავდი სხვა ადამიანების განწყობაზე სკოლა იქნებოდა ეს საძმაკაცრო იქნებოდა აბსოლუტურად ყველა დაგეთახმება ვინც ჩემთან ესე ახლო წრეში იყო რომ ყოველთვის მაგაზე უფრო მეტად ზრუნველი ადამიანი ვიყავი რა რომ მინდოდა ეს ხალხი ჩემ გარშემო კარგად ყოფილიყო და ამაზე მქონდა ხოლმე ყველაფერი მთელი ჩემი გონება ამისკენ იყო ხოლმე მიმართული რა და ისე გამოვიდა რომ კარიერა აიწყო მაგრამ ხო და დღესაც 30 წლისა ვარ ახლაც ასე უყურებ ამ ყველაფერს რა მინდა რომ ჩემს გარშემო ვინებისმიერ ადამიანთან კომუნიკაციაში ვისთანაც შევალ მინდა რომ ის დადებითად გავიდეს შემგან რა და რო გავა ყოველთვის კონდეს ის რომ ჩემგან დადებითი ემოციებით გავიდა და ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამის იგი ძალიან ბევრი რაღაცა არის რაც შემიძლია რომ თქვა მაგრამ სავარაუდოდ არ მეყოფა ეს ლაივ ცხოვრების აზრი არ არის ხა შეასწავლაპარაკობ იმიტომ რომ ეგ არის რეალურად ყველა ადეკვატური და კარგი ადამიანის სურვილი რომ ადამიანი რო გეკონტაქტება შენ კარგი განწყობით და ემოციით გაუშვა რა ცხოვრების აზრი გინდა თუ არა ეგ არ არის ანუ მაგ კატეგორიაში არ გადისკოთ რომ ცუდ რაღაცას კი არ ამბობ კარგ რაღაცას ამბობ მაგრამ იცი როგორ არის ჩემი კალარა ეგრე არ არის შენი აზრით შეიძლება კაცო და კალამ სხვა რაღაცა თქვა არა ახლა სხვა ცხოვრების აზრი ცოტა სხვა რაღაცაა რა ცხოვრების აზრი შეიძლება იყოს რაღაცა უფრო არა ეგეთი ნაკლებად უნივერსალური არ იყოს რა ეგ ძალიან ის არის რა ძალიან ბევრი ადამიანი მაგრამ ცხოვრების აზრი რა არის ცუდი ადამიანი თუ არ ხარ დახორწინდე ბავშვი გააკეთო კარგი ბავშვი გამოვიდეს კარგი ასწავლო კარგი აჭამო კარგი ასვა არა რატო უწყვეტავ რა არის ამის რაბანას კი არ უწყვეტავ ამისთვის რა არის კითხვა იყო სხვა რაღაცა იგულისხმებოდა კითხვაში თქო რა მაგის შეიძლება მე სწორად ხო ფორმულირება ცოტა შეიძლება ამერია და იმას აქნა მაგრამ მე ხო ეგ რასაც ჩვენ ამბობ თითქმის ყველა კარგი ადამიანისთვის ის უნდა იყოს რა რაღაცა მოცემულობასავით რომ ადამიანებთან ვისთანაც გაქვს კონტაქტი შენგან დადებითად მიდიოდეს ხო პირიქით ხო არ გინდა ეხლა რატომ უნდა გინდოდეს რომ არა ხო არა ვიღაცა ცუდი იმითი გაუშვა შენ არა
არა, მაგაზე ცოტა სხვანაირად უნდა დავფიქრდე და ეხა ეს შენი საყვარელი ადამიანები რო იყვნენ, კარგად ეგ არის. რა, ალბათ და მე არა მარტო რა. ნუ ეხა აბა პუტინის დედაც მოვტყან და იმის რა ქვია კიდე. ბიჭო, და დუგინის თუ. ბიჭო, მარტო ჩემები იყვნენ კარგი და ყველას დედავატირე. ანუ მაგ მოტივით არ მოძრაობ მე რა. ეგ ბევრი მოძრაობს რა ეგრე და მადლობა რომ შეასწრო. არა, ბევრი ვიცი ჩამოგიყალე აი ჩემები აბა ეს სხვების დედაც არა ეგრე არა ეგ არა კაცო ეგ არც უთქვამს მე მგონია რა იცი ერთ-ერთი მუღამი რა უნდა იყოს ცხოვრების ნებისმიერ ადამიანის რა რამდენად მოახერხებ რო ეგ იყოს შენთვის ეგ ცოტა სხვა საკითხია შეიძლება ვერ მოახერხო ადამიანმა ბევრი მიზეზის გამო რა მათ შორის გონია რომ ცხოვრებაში ხშირად ადამიანი იმდენ უსამართლობას აწყდები რომ შეიძლება რაღაცებზე ხელი ჩაიქნიო რაღაცების მიმართ დამოკიდებულება შეგეცვალოს და რაღაცაზე აღარ იბრძოლო რაღაცისთვის რა მაგრამ მე მგონია რომ ერთ-ერთი მუღამი ცხოვრების უნდა იყოს რომ შენს მერე ანუ ისე იცხოვრო ასე ვთქვათ რომ შენს მერე უკეთესი იყოს ანუ აი შენი შვილის თაობა უკეთეს სამყაროში ცხოვრობდეს და იმასაც იგივე მუღამი რო ქონდეს რომ მუდამ წინ მიდიოდეს კაცობრიობა რა ეგ უნდა იყოს მუღამი რომ აი შენ ისე იცხოვრო და ისე გააკეთო რომ შენ რო წახვალ ამ ქვეყნიდან ცოტათი რა არა აუცილებელი ბევრით რა მაგრამ ცოტათი უკეთესი დარჩეს სხვა ადამიანებს უკეთესი დარჩეთ ეს სამყარო რა თუმცა არ არის მარტივი გასაკეთებელი ეგ იმიტომ რომ ბევრი ან შეიძლება უბრალოდ ადამიანმა ხელი ჩაიქნიო რაღაცეებზე ცხოვრებაში მათ შორის ეგეთ იდეალებზე იმის გამო რომ ძალიან ბევრი იმედგაცრუება ნახო რა იმიტომ რომ ცხოვრებაში როგორც კარგ ადამიანებს ხვდები ასევე ცუდ ადამიანებსაც ხვდები და შენ კაი რაღაცა თქვი რომ კომენტარებს რო აქცევ ადამიანი ხანდახან ყურადღებას თუნდაც იგივე კომენტარი იყოს ან ნებისმიერ ადამიანებისგან მოპყრობა რა უარყოფით რო გამახსოვდება ვიდრე დადებით რა თქმა უნდა მაგას დაჟე ეხლა გამახსენდა რომ უნივერსიტეტში ვსწავლობდი ბიზნესის იმაში საწყისებში გვასწავლიდნენ რომ უარყოფითი გამოხმაურება სიტყვაზე ბიზნესისთვის ან კომპანიისთვის ბევრად უფრო ცუდია ვიდრე 10 დადებითი ანუ 10 დადებითი გამოხმაურებას შეიძლება გადაფაროს ერთმა უარყოფითმა რა იმიტომ რომ ის უფრო იმას უფრო ყურადღება ექცევა რა ეგრე ადამიანი მოწყობილი ეგრე არის რომ იმას უფრო დიდ ყურადღებას ის უფრო შეიძლება ჩაიჭიროს ერთი უარყოფითი ვიდრე 10 დადებითი იმან უფრო გადაფაროს და მაგიტო ხანდახან არის რომ ადამიანებმა შეიძლება ხელი ჩაუიქნიოთ რაღაცეებზე მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს ყოველთვის რომ პატიება უნდა შეგვეწმოს რა ბევრ რაღაცაზე პატიებას ერთია მაგრამ ზოგადად ხო ეგეც არის მნიშვნელოვანი მაგრამ თავარი არის რომ მიხად იმისა რომ ესმის რომ ადამიანებისთვის არ არის მარტივი იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ვაფშე ისე უყურებს ცხოვრებას რომ მე რომ მოკვდე მე ის იყოსო ბევრი ეგრე ფიქრობს ახლა მართლა რა არიან ხა მაგრამ თავარი მუღამი მაინც ალბათ ეგ უნდა იყოს რა რომ ჯერში შენ თვითონ უკეთეს სამყაროში ვიცხოვრო რა თქმა უნდა უკეთეს ქვეყანაში და უკეთეს დედამიწაზე მაგრამ შენ რო წახვალ რომ უკეთესი დატოვო რა ისე უნდა იცხოვრო ნაკლებით კივილი დაუტოვო შენ გამო არ დაიტანჯოს ხალხი თუნდაც რავია მე ეგრე მგონია ანუ ესე რომ ჩამოყალიბო რომ მოკვდები ძალიან ბევრი ადამიანს ეთკინოს და ეწყინოს ეგეც ხო ისა შეიძლება ხო მაგრამ ანუ არიან ადამიანები ვინც თავის ცხოვრებით ძალიან ბევრს აუბედურებენ რა და ეთლისტ ეგ მაინც უნდა ქნა რომ ეგ არ გააკეთო ალბათ შენი არსებობით არ შეაცოხოს ხო არა ეგ მინიმუმია ახლა ალბათ რა ვიცი მინიმუმ ეგ მაინც ქენია დანარჩენ თუ მაინდა შეიძლება რა ვიღაცა არ გააბედნიერე და მაინდა მაინც ის არ იყავი რაღაცა ქველმოქმედი არა უშავს კიდე რა იცხოვრე შენი გზა გაიარე და მიდი ხო და მე მგონია რომ როდესაც ადამიანი ახერხებ რომ ისე იცხოვრო როგორც შენ აღწერე ეგ მინიმუმ უკვე ის არის უკვე გაია აქედან წახვა ვალშევნა დარჩე რა აი გონია რომ მაგას ვეღარაფერს ვეღარ უზამ რა ბიჭო როგორ არის იცით ან მე ეგრე დავაკვირდი რა ბოლო პერიოდში შენ როდესაც საკუთარ თავზე მუშაობ. ხო, ყველა ვარიანტი კაია. ხო, ანუ როცა საკუთარ თავზე მუშაობ და რაღაცების გამოსწორებაზე ფიქრობ, რომ აი მაგალითად მე რაღაცები არ მომწონს ჩემი თავი. ჰიტლერი თუ არ ხარშე ჩემო და რაღაცებს უკეთესობას ვარ ფიქრობ უფრო მეტი როგორ მოკლავ. უიჭველი აისახება მე გარშემო რა და რო რამე საკუთარი გაკარგებითაც გარშემო რაღაცებს აკარგებ. ეგეც ვერი. ჯეფრი დამევი თუ ხარ?
და მეთოდებზე ფიქრობ როგორ გავხდე უკეთესიო უფრო თად კაი არ არის არა ეხლა ამეტანი იქითკენ ავატყოფური მისკენ წახვედი ტატო და ჯეფრი დამე ტედ ბანდი და რაღაც ადოლფ ჰიტლერი არ უნდა რო ფიქრობს ლურსნით გაწამოს ტვინით ეგ რაღაცა დარასწორ ეპშტეინი ქველმოქმედი იყო აი ხო ხედავ აგიტო მაგას ვამბობ რა უნივერსალური არ არის რა უნივერსალური არ არის ქველმოქმედება არ არის ეს ისა რა ქვია მომავალი და აღმოცენებული ის რომ უეჭველი კაი ტიპი ხარ რა ეგ არ არის ეგ რა სხვა რაღაც ვიგულისხმე რომ საკუთარ თავზე თუ მუშაობ და იმაზე მუშაობ რომ უკეთესი პიროვნება გახდე და ისე კი არა ისა რა ქვია მე მაგალითად დღეს ისა რა ქვია არ შევიგინები ეგრე არ სიღრმისეულად ვიძახი რა თუ საკუთარ თავში ყოველთვის მაგაზე გაქვს მუშაობა აუცილებლად თუ საკუთარ თავს შენ რაღაცა ობიექტურად შეხედა ანუ მესამე პირიდან დაუწყებ ყურებას და არა ხო ხტები შენ თავს არ უნდა აფასებდე რომ მე რაბანა შევაფასე ვერ შეაფასე შენ უნდა დაიწყო ფიქრი და შეფასება საკუთარ თავის მესამე პირიდან რომ აი სხვა ტიპიდან როგორ ხედავ შენ საკუთარ თავს რა და აი მაგ დროს თუ დაინახავ იმ რაღაცა მინუსებს და ამის გამოსწორებაზე იფიქრებ შანსი არა ის გარშემო არა ისახოს კარგად შანსი არა იგივე არის როგორც ცხოვრებაში რა იმასაც გასცემ მაგრამ ეგ რეალურად ყველაზე რთული არის რა ძალიან რთულია კი მაგრამ მიღწევადია ჩაულებრივად რა მე მაქვს საკუთარ თავზე ძალიან ბევრი ნამუშევარი თავის დროზე მე კატასტროფა ვიყავი არც ახლა უკნი ხარ აა სხვა მხრივ ვიყავი ცუდი ტიპი რა და ძალიან ბევრი ვიმუშავე მაგაზე რომ ეგ რაღაცები გამომესწორებინა რა ხო და ამან მე საბოლოო ჯამში გარშემო შეცვალა ბევრი რაღაცა რა ისე რომ მე არ გამითვიცნობიერები ანუ მე არ მიფიქრია იმ თავის დროზე რომ მე ესე რომ ჩამოვაყალიბოთ მოიცა ნახე ხა თესლის მომივიდა იდეა რა შეიძლება ვიღაც საქმე თქვა მის ისეთი ტიპი უნდა იყო რომელთანაც იზმაკაცებდნენ ძმაკაცობა უნდათ პუტინთანაც არა ეგ ახლა ის მიმითი ზმაკაცობა არის რაღაცა გათვლებით მე გეუბნება გულით რა აი ისეთი ადამიანი რო იყო ვისთანაც გულით იძმაკაცებდი რა ეგ ცუდი ის არის ფორმულირება ხო ისეთი უნდა იყო რომ დაარჭობდი კიდე არა ნუ რატო გამეპახაბნეთ ახლა შეჩემ მე გონდა აი რაღაცა ვთქვი და თურმე აი ეგრე რა მარტო მე ჩემზე რო ხარ გადმოწესო და გადაწოდე იქითაც რა ეგ რო ამკეძლე ისა კალა ესეც არ შეიძლება არა რა სიძახი რა მეწყინა ეს სასმელი სავსეა